მკვეთრი ეგზოტიკური გემო, სიცხარე, მრავალფეროვნება, უძველესი კულტურა, ისტორია, ტრადიცია, მითოლოგია, გურმანების სამოთხე, სამეგრელო. მეგრულ სამზარეულოში უხვად არის გამოყენებული ნაირ-ნაირი სუნელები და ეს შერწყვა სწორედაც რომ გვაძლევს მეგრული სამზარეულოს უნიკალურ ხასიათს. გრძელდება ჩვენი მოგზაურობა გემრიელ საქართველოში. ჩვენს მესამე ეპიზოდს ზუგდიდით ვიწყებთ. ჩამოვედით სამეგრელოს გულში. განსაცვიფრებელი ბუნება და კიდევ უფრო საოცარი სამზარეულო. მე ვარ შეფი ქეთი ბაქრაძე და ერთი სული მაქვს გამოგზავროთ ჩვენს გემრიელ საქართველოში. ეხლა მივდივართ რესტორან კოლხეთის სამეფოში, რომ მოვამზადოთ და გავსინჯოთ ოჯახური რეცეპტები, რომელთა გარეშეც სამეგრელო წარმოუდგენელია. მე მოვედი არაჩვეულებრივ ადგილას, ეს არის კოლხეთის სამეფო, ხედავთ როგორი გარემოა და მე მოვედი სტუმრად ქალბატონ ნანა შამუგიასთან, რომელიც არის რესტორნის მეპატრონი, ეს არის ოჯახური რესტორანი და აქ ჩვენ დაგვეხმარება ბატონი ზაური ქობალია, რომელიც არის ამ არაჩვეულებრივი ადგილის შეფი და დავატრიალებ ნამდვილ მეგრულ ცეცხლს. ვცდილობ რომ იყოს ჩვენი ოჯახური რეცეპტები და მე ჩემი რეცეპტები მაქვს დედაჩემისგან. ახლა ამზადებ ყურძმას, აი აგერ მოვთუშეთ ხახვი, ზეთში, ამატებ უნიშნულო ტომატს, დაღერეთ დაღას კონდარს. განე ქინძი დავაყარეთ. კაი არამატზე და გემოზე რომ მოვიდეს. ხარჩოზე. გადავდივართ მეგრულ ხარჩოზე, ნებზიანი ხარჩო, ხბოს ხორცი. იგე შეზავებულად გამყრელიბა ხორცის უნელი, ხბოს ხორცი მოხაშული მიდევს. რომ გამყრი ასე ცეცხლში. არომატი უნდა გაუჩნდეს ხორცს, სუნელების და ბოლის. ნელ ცეცხლზე რა თქმა უნდა. ვიღებ ადუღებულ წყარს. წყალი გვინდა იმისთვის, რომ ეს წვნიანიც იყოს და თან სტრუქტურული. რა არის აუცილებელი ნამდვილი მეგრული ხარჩოსთვის? კარგი ნიგოზი, გონია რომ არის ცოტა ჭადისფრული. კი, ციცაკა. სულზე შეტყობა. ეს აძლევს პატარა ხრიკი. აი რა სტრუქტურა. ეხა გადაგვაქვს თიხის ქოთანში ჩვენი ხარჩო, რომელიც არის მართლაც რაღაცა დაუჯერებელი ფერი, აი ოქროს ფერი მოდის და აი ფერი ეხლა ნახეთ. აი ფერი ეხლა. აქ გააგრძელებს პროცესს და რა აი სუნელების ნიგზის გემო უნდა გაუჯდეს ხორცს. ამას სჭირდება დრო. აი ეს რა არ დაიწვას მაინც და არ გაფუჭდეს ჩვენი დაფა. ჭადის ფქვილს უკეთებთ? ხომის ფქვილი. დილაფილი ამ ჭადის სხვა. სტრუქტურა უფრო წვრილი. წვრილი ფქვილი, ესე იგი აი ეს თხელი რო არის, იმ სტრუქტურას ხდის უფრო ელასტიურს, უფრო სქელს. რაღაცა სასწაულია მე მგონი. მარილე ნახეთ. მე უნდა ვნახო. ცოტა უნდა. აუ. ეხა ამას კიდე უნდა დადგმა ცეცხლში. კი. ესეთი ადვილი არ არის გადმოღება. ცოტა დამიდეთ, ცოტა წვენი მინდა, წვენი მიყვარს. აი ეს. ხარჩო არის აი დაბალანსებული, არაფერი ზედმეტი არა აქვს. ისეთი გემრიელია. ძალიან დაბალანსებული გემო აქვს. შეკრულია, სიცხარეთ ძალიან ზომიერად აქვს, მარილით ძალიან ზომიერად არის და მართლაც რაღაცა შეუდარებელ გემოს ქმნის და ელარჯზე საერთოდ არ ვიცი, იმიტომ რომ ისეთი ელარჯია თვითონ სიმინდის, თვითონ ღერღილის სიტკბო იგრძნობა და ესეთი და ყველიც არის ძალიან ნეიტრალური, აი მარილიც ყველაფერი ზედ. მოკლედ ეხლა დამჭა კუჭმაჭი. ეხლა ბიტის კუჭმაჭი თქვენ ყოფილხართ, ვინც ყოფილხართ განაცვალე. მართლა მე ასეთი დაბალანსებული, რბილი და ხავერდოვანი კუჭმაჭი მართლა არ გამისინჯავს. ძალიან დიდი მადლობა თქვენი რეცეპტებისთვის, იმისთვის რომ ასეთ სამზარეულოს ქმნით. ყველაზე დასაფასებელია ჩემთვის, რომ ადამიანები აკეთებენ იმას, რაც ძალიან უყვარს და აკეთებენ კარგად. მადლობა. მეგრული სამზარეულო სუნელებით და საკმაზებითაა დატვირთული. ეხლა მივდივართ ზუგდიდის ბაზარში.
სადაც შეგვხვდება ქალბატონი ეკა და მასთან ერთად მეგრული საწებლის მოსამზადებლად აუცილებელ ინგრედიენტებს შევარჩევთ. მე კი მინდა ავარჩიო კამეჩის ჭყინტის სულგუნი და პატარა სიურპრიზი მომზადო ეკას. აბა როგორია თქვენი ჭყინტის სულგუნი, მინდა შედარებით უფრო ნაკლებად მარილიანი, თუ გამასინჯეთ. ბატონო. ის კამეჩი ძროხა. ძროხა? აქეთ გაქვთ? ეს იმერული ყველი, ესენი ჭყინტი ყველი, ნადუღი. ესე იგი, სამეგრელოში აქტიურად არის კამეჩები. კი. ნაგემრიელია. ძროხის ნადუღი. ძალიან გემრიელია. ნადუღზე გადავირიე. გამარჯობა. გამარჯობა ეკა. გამარჯობა ქეთი. როგორ ახარ? მადლობთ, თავად როგორ იმისთვის რომ მონახეთ რომ ჩემი გემრიელ მოგზაურობაში მიიღო შენი მონაწილეობა და გაგვიკეთო ყველაზე გემრიელი მეგრული ორი ცხარე საწებები. რა იქნება ეს? ერთი იქნება მეგრული კაჭაბე და მინიგზის შერჩევა უკვე დავიწყე. რა სუნელები გჭირდება ეკა? ახლა ჩვენ გჭირდება წიწაკა, აქ არის კარგი ხარისხის მეგრული დაღირღილი წიწაკა და მომეწონა რომ ვნახე, ვიყიდოთ წიწაკა. გვინდა მეგრული საცივი სუნელი, რასაც ქვია, ნაკრები ქინძი. ეს ნიკოზი, ეხლა ჩავყაროთ სუნელი. ანუ რა არის ყვითელი ყვავილი, ქინძი და უცხო სუნელი. ხო. მოვჭით, წავედით. აქ ვიყიდოთ მეორე. სუნელებიც შევიძინეთ და მივდივართ საოცარი მეგრული საწებლების მოსამზადებლად. მე და ქალბატონი ეკა ფარულავა, რომელიც არის ესეთი კომპანიის კოპეშონის დამფუძნებელი, რომელიც აკეთებს არაჩვეულებრივ მეგრულ აჯიკებს, საწებელს, ასევე მურაბებს და ძალიან საინტერესო соусებს და სამეგრელო გამოირჩევა თავისი აი ამ соусებით. დღეს ჩვენ დავამზადებთ ერთ-ერთ გამოკვეთილ მეგრულ соусს. ხო, ეს იქნება კლასიკური მეგრული კაჭაბე. კაჭაბე ნიშნავს იმას, რომ თხილეულის გამზადდება, ან თხილი ან ნიგოზი უნდა იყოს, ბაზაზე დამზადებული ცხარე соуსი, რომელსაც ემატება მეგრული სანელებლები და ნიორი წიწაკა თავისთავად. პირველ რიგში ვაატარებთ ნიგოზს და ნიორს. ჯერ ნიგოს, რო არ გაგუჭედოს, მერე ნიორს. რა არის სამეგრელოსთვის აჯიკა? აჯიკა სამეგრელოსთვის არის ძირითადი სანელებელი და აჯიკა არის ძალიან ბევრნაირი. ყველა კერძისთვის სამეგრელოში არის შესაბამისი აჯიკა. უფრო სუნელს უძახიან იმ საკმას, კუჭმაჭის საკმასად გამოიყენება ქონდრიანი აუცილებლად. 1000-ნაირია მწვანე აჯიკა არის წითელი. თქვენ აფხაზეთანაც გქონდათ ასე ვთქვათ. დიახ, მე ფესვები მაქვს აფხაზეთთან, მე ვარ სოხუმელი. იქ მახსოვს სოხუმში კიდე სხვანაირად ამზადებდნენ ამ სიცოცხლეს. რა თქმა უნდა, იქ სხვა გავლენა იყო, იქ სხვა ზონა იყო, სხვა გემოები იყო, როგორც ყველა კუთხეში საქართველოს. წიწაკა მისცემს თავის ფერს. ზეთი გამოიყვანს კიდევ ფერს წიწაკიდან. ეხლა მარილი. ეს ერთი არკმარა, ეს ორი არკმარა. და მესამეც დავაყაროთ. ახლა ვნახოთ. ეხლა გადავდივართ მეორე ეტაპზე. ვაკეთებთ წიწაკის соусს. ცხარე соус. ცხარე соус. ჩვენ ვიყენებთ დღევანდელ საშუალებებს, ელექტრომოწყობილობებს და უფრო სწრაფად ვაკეთებთ ამას. ესე იგი, გვინდა წიწაკა, გვინდა ნიორი, გვინდა ეს სუნელი, აუცილებლად ქინძი, უცხო, ყვითელი ყვავილი. ეს არ უნდა იყოს ისეთი ზეთი, ზეითუნის ან რა არა, უნდა იყოს ეს უნდა იყოს რაფინირებული ზეთი, რომ თავისკენ გემო არ წაიყვანოს. ქალბატონო ეკა, ეხლა მე მაქვს ესეთი იდეა, აქ მაქვს კამეჩის სულგუნი და ესეთი რამე უნდა გავაკეთო. მოვკრიფეთ ლიმონის ფოთლები. თხილად უღუნკალმიანია. ეკლიანი. მოგეხმარებით. ეხლა მაქვს აქ ლიმონის ფოთლები. ღუმელზე ცხელდება კეცი უკვე გაცხელებულია. დავდებ ლიმონის ფოთლებს, დავადებ კამეჩის სულგუნს და რომ შეიწოვებ, ვფიქრობ, რომ ეს თქვენი გაკეთებული წიწაკის соуსი ძალიან მოუხდება. ეს იტალიაში გავსინჯე პირველად, იმიტომ რომ იქ აქტიურად არის ეს ლიმონის ფოთლები, კეცი უკვე გახურებულია, აი ნახეთ.
ვჭრით სულგუნს სქელ ნაჭრებად, შემდეგ კედზე ვადებთ ლიმონის ფოთლებს, ვალაგებთ სულგუნს და ვაცხობთ ბუხარში. ესე იგი, ეს თქვენი დამზადებული ორი არაჩვეულებრივი соуსი და ამასობაში მე მომივიდა იდეა, რომ ლიმონის ფოთლებზე შეგვეწვა სულგუნი და მოვასხათ ეს თქვენი დიდებული წიწაკის. აი ნახეთ როგორი რამე გამოვიდა. იმედია გააკეთებთ ამას, დაამზადეთ. აი დავასხათ თქვენი წიწაკის соуსი. ეს ლიმონის ფოთოლი რო იწვის ამ კეცზე და სულგუნი ზემოდან იწვება, არაჩვეულებრივ არომატებს იღებს. ეს წიწაკის соуსი აი ამ ლიმონის ფოთლებზე შემწვარ სულგუნთან გავსინჯოთ. ეს ჩემთვის ნამდვილად სიახლეა და სიამოვნებით დავაგემოვნებ ამ საოცრებას. ჩვენ როგორ ბილად შემოდის ფოთლის გემო, მძაფრი ცედრის გემო არ არის ძალიან რბილი ეს მოუხდება გვერდზე რო კონდეს აი ესე თეთრ ხორცზე წასასმელად, აი. და პურთან იდეალურია, კარაქიან პურთანაც იდეალურია. კარაქიან პურთანაც მშვენიერი. რასთან უნდა მივაყოლო მაინც კაჭაბე ესე პური და კარაქთან ვიცი რომ უგემრიელეს იქნა. და უფრო მზა პროდუქტთან, შემწვარ გოჩთან, შემწვარ ქათამთან, ტიტრი და პომიდორის სალატთან, ფანტასტიკურია. წუნიანებში რაღაც შემწვარ ბოსნიულთან, ხარჩოში თავისთავად. მოკლედ, ესე იგი მე დღეს თქვენგან შევიძინე არაჩვეულებრივი ორი соуსი, მართლაც არაჩვეულებრივი, სამეგრელო ცნობილია თავისი აი ამ გემოებით, ამ კომბინაციით, მრავალფეროვნებით, აი აჯიკის ნაირსახეობებითაც. და ამიტომ დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენი ორი არაჩვეულებრივი რეცეპტი გამიზიარეთ, დამაგემოვნებინეთ და მასწავლეთ. მადლობა. გემრიელია საქართველო და სამეგრელო განსაკუთრებით გემრიელი. მე მგონი საინტერესო დღე გამოგვივიდა ნამდვილი მეგრული გემოებით დატვირთული. ჩვენი მოგზაურობის მესამე ეპიზოდიც დასრულდა. გამოგყვებით YouTube-ზე, არ გამოტოვოთ გემრიელი საქართველოს შემდეგი ეპიზოდები.